და წარმოგიდგენოთ თუ როგორ ავაჩქაროთ კომპიუტერი. ნუ ავაჩქაროთ რა უმეტეს ნაწილად თუ ძალიან ჭედავს შევეცდები რომ ცოტა ის ჭედვა მოვაკლო, ასე რომ დავიწყოთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა გავხსნათ აი ეს დაფა, შემდეგ კი ჩავწეროთ რან. მე რა თქმა უნდა რუსული პროგრამა აქვს ჩაწერილი, ამიტომაც სიტყვა ინგლისურ რანზე არ ამოაგდებს არანაირ ფაილს, ხოლო თქვენ აუცილებლად ამოგიგდებთ აი ესეთ ფაილს. პირველ რიგში ჩვენ წერთ temp, აი როგორც უკვე ხედავთ ჩაწერილი მაქვს, რადგან მე უკვე ამას ვაკეთებთ, ხოლო შემდეგ OK-ს და აქ რაც ფაილები იქნება, კონტროლერი და 10 მოვიხსნავ, შემდეგ კი delete და enter-ი. რაც მოიშლება ეს ვირუსის ცოტა ნაწილია, ხოლო რაც დარჩება ის აუცილებლად ჭირდება კომპიუტერს და არ უნდა იწუროთ იმისათვის რომ ეს წაშროთ. შემდეგ რა თქმა უნდა ამას უნდა დავწეროთ prefetch, როგორც უკვე ხედავთ ჩაწერილია ესე TH ისა TC და H. შემდეგ როგორც უკვე ვთქვით კონტროლერი, delete და enter-ი. აქაც უნდა წავშალოთ ყოველივე, რადგან ეს ხელს უშლის FPS-ების კარგად მოქმედებას. ამის შემდეგ გავხსნათ უნდა notepad-ი, ჩემთან კი ბლოკნოტი ქვია, ეს ბლოკნოტი შეიძლება თქვენთანაც აქვთ, რადგან მე უკვე როგორც გითხარით, მაქვს რუსული პროგრამა და აქ ასაჩქარებლად რა, ეს იმისათვისაა საჭირო, რომ აი ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც კომპიუტერი დაიწყებს ძალიან საშინელ მომენტს და იგი იწყებს საშინელ ჭედვას. ამიტომაც ეს იმისათვისაა საჭირო, როდესაც იგი გაჭედვას დაიწყებს, მას გავხსნით აი ამ ფაილს, რომელსაც ახლა მე გავაკეთებ და რამოდენიმე გახსნის შემდეგ კომპიუტერი ისევ ჩადგება თავისუფლ ფორმაში. მოკლედ აქ ჩვენ წერთ mistring უდრის ცხილებში 8 2 3 4 5 6 7 0 ხურავთ ცხილს და ამას ვნახავთ რა თქმა უნდა დესკტოპზე. ნუ ეს თქვენი გადაწყვეტილება სად შეინახავთ, მაგრამ დესკტოპზე მე უფრო მეტად გირჩევთ, რადგან აი აქ უფრო კარგია შენახვა იმისათვის, რომ როცა გაჭედავს სხვადასხვა ფაილებში არ ეძებოთ. მე რა თქმა უნდა უკვე დესკტოპზე შენახული მაქვს და არ ვიცი კიდევ თუ შეინახავს. ამისათვის აი ესეთი ფაილი რომ ამოაგდოს, უნდა დავწეროთ აჩქარება წერტილი B იმისათვის რომ ესეთი რაღაც ამოაგდოს. შემდეგ სახრანით და მე რა თქმა უნდა მიჩვენებს DAS ან NES. მე მივცემ რა თქმა უნდა DAS, იმიტომ რომ გაჩვენეთ რომ შეინახა და აი ესეთი რამ. შემდეგ როდესაც გახსნით, აქ არანაირი ფაილი გარიხსნება, ის მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებს და აჩქარებს კომპიუტერს. მოკლედ ამას რამოდენიმეჯერ დავაწვევით, შემდეგ კი კომპიუტერი იწყებს აჩქარებას თუ არის გაჭედილი. მოკლედ ნახვამდის, ეს კი იყო X-Ray და ეს იყო ჩემი პირველი ვიდეო.